ვინ ხარ? მე შენ გიცნობ, ვინ ხარ? ამას მარტო ვერ გავამკლავდები. După თქვენი ცით კარგ მუშაობას გისურვებთ. წავედი. ეშა. ზია მოიცადე. უკვე გააკეთეთ? იქ ვიხართ ადგილზე. ჯერ შენ მითხარი იპოვე რამე? ვიპოვე ზია. იქ კაცი ვნახე მეთქი, გამახსენდა ის კაცი. იმ დროს ომერის წინააღმდეგ რაც დაგეგმეს, ის კაციც იქ იყო, გამახსენდა. ზია ის დიდად არ ჩაღრმავებია იმ ამბავს, რაც ომერს შეემთხვა, არც ეზელს იცნობს ძალიან კარგად. გასაგები. ო კარგი ეზევ. ახლა ერთი საქმე მაქვს გასაკეთებელი, მე ვილაპარაკოთ. გაღები. მე დავაღებ. როგორ ხარ ჯან? ზეზელ შემოდი, ახლავე დაუძახებ დეიდას. არა, არ დაუძახო. დედა სახლშია? არა, წავიდა. იცი საწავიდა? ჩვენი ჯეკპოტი. ორი ბილეთი სოფიის მატარებელზე. გესმის? იქ ბულგარელ ქალებს შევირთავთ ცოლად, რომლებიც გაგვაბედნიერებენ. არა, ვთქვი, მხოლოდ მე გამაბედნიერებს. გეყოფა სარგეში ყურება. ეს უკვე პარანოიაა. იქ ჩვენ თვითონ უნდა მივხედოთ თავს. მიდი იოცნებე. არ დაგხოცავენ, შეგიძლია იოცნებო. უკან წადი. მიდი სწრაფად. გასმი აჭირე, ჩკარა. ახლა კი შეგიძლია სარგეში იყურო. ესენი ვერ შეგვაჩერებენ. ჩვენ აქედან მივდივართ. მოდიან ძმაო, მოდიან. ჟობს კაზინოზე იფიქრო. შიგნით შადრევანს გავაკეთებთ აუზით. შიგნით ვიგენებმა რომ იცურაონ, შეიძლება? შეიძლება ძვირფასო. ყველაფერი შეიძლება. ფუშენი. ფული დაგვავიწყდა. არ შეიძლება. ფულს იმათ ვერ დაუტოვებ. მთელი ჩემი ფული იქაა. ძმაო, იქ ვიშოვით, კიდევ ვიშოვით. მე შენ გვერდით ვარ. ვიშოვით? ო, ვიშოვით? გავიქცეთ. გავიქეცით. როცა ჩავალთ ოჯახები შევქმნათ, მე მგონი რაღაც გამოგვივა. შენ რა სიტყვი? უკან უიხედები. ჩვენ მივდივართ, ამჯერად ვერ შეძლებენ ჩვენ შეჩერებას.
უკან გაიქეცი. შედ უნდა გავიქცე. ძმაო მე ყურადღებას გაუფანტავ, შენ კი გაიქეცი. გამოდი აქეთ. ჩვენ ჩავსხდებით ამ მატარებელში და ვარნაში წავალთ. ვარნაში ერთად წავალთ. იქ ცოლებს შევიხთავთ, ბავშვები გვეყოლება. შეზლუნგებზე ვინებიურებთ. პრობლემების და საზრუნავის გარეშე ძმაო. მივდივართ ძმობილო, ტეფო. ტეფო ჩქარა გამოიქეცი. ჩქარა აბა რა სიტყვია გაგეკეცით? მე არ მაქვს ტელეფონი. დავლეწე. ვინ გირეკავს? ჯენგიზი რომ რეკავდა ფეხსაცმლით დავლეწე, გახსოვს? მე მირეკავენ? ვინ? ძმაო, გახსოვს ერთი ამბავი უნდა მომეყოლა შენთვის. გახსოვს? თუ გინდა ახლა მოგიყვები და ამით დავამთავროთ. მოგიყვე? მიდიძეა. ერთხელ ციხის ეზოში პატარა ბავშვი დავინახე. ისეთი საწყალი იყო, გეგონებოდა ქვეყანა დაანგრია იმით, რომ გაჩნდაო. ისეთი დარდიანი იყო. მასთან მივედი და ვკითხე, რატომ ხარ ასეთი მოწყენილი მეთქი? შემომხედა და მითხრა, ზია ისინი მომკლავენო. მე გავიცინე და უთხარი, მე დაგამშვიდებ მეთქი. მან კი მიპასუხა, აქ უკვე ყველანი დაიხოცნენო. უკვე ყველანი დახოცესო. თავი ასია შემომხედა და თქვა, ეს არ არის პრობლემა, სიკვდილი არ არის პრობლემაო. აბა რა იყო პრობლემა? იცი? რა და ის ყველაზე ბედნიერი დღე იყო. პრობლემა ისაა, რომ ის ყველაზე ლამაზი დღე იყო და იმ დღეს ყველა მისი ოცნება მოკვდა. იცი პრობლემა რა არის? რაზია? პრობლემა სიკვდილი არ არის. პრობლემა ისაა, რომ ვისაც ყველაზე მეტად ენდობოდნენ, იმ ადამიანის ხელით იქნა მოკლული მეგობარი. აი, ეს მიამბო იმ ბიჭმა მაშინ. მიხვდი ვინ იყო ის ბიჭი ეზოში, ძმაო? ომერის ამბავს მეკითხებოდი. ახლა ხომ გესმის მისი? გესმის? მესმისია. მესმის. რა და შეიძლებოდა ვიღაც სხვა ყოფილიყო ტეფო. კარგია რომ შენ ხარ ძმაო.
სტამბოლი 2001 წელი. ეს შიგნით არის, შენ გელოდება. აბი? ძმაო, მე კიდევ ვფიქრობდი ნეტავ ვინ მოვიდა მეთქი. იქ საგამის. რა კარგია რომ შენ მოხვედი. მე არ მეშინია ძმაო. ხოლოდ სიცივის გამკანკალებ. არ ვიცი რატომ მცივა. მაგრამ არ მეშინია. ძმაო. ვერ შევძლებ ამის გაკეთებას. ვერ გავაკეთებ ამას. ვერ გავაკეთებ ამას. აპატია ძმაო, ვერ გავაკეთებ ამას. ამას ვერ გავაკეთებ. ვერ გავაკეთებ ამას. რისთვის ითხოვ პატიებას, შენ რა მანიაკი ხარ? ჩვენ უკვე დავდექით ამ საზიზღარ გზაზე. მესროლე მომკალე, ან თან წამიყვანე. ან დამსაჯე, ან თან წამიყვანე. შვილო, შენ რა კიდევ ვერ მოხვედი აზრზე? დღეს ჩვენ შეუძლებელი შევძელით. დღეს სახელურები მოვიხსენით და გადავყარეთ. დღეს მე და შენ ტეფო ყველაზე დიდ ნაძირალას ვაჯობეთ. არ მესვრე? დღეს არა. მივდივართ ვარნაში. მოასწრები ქაური საჭმლის გასინჯვას. ოღონ ჯერ სტამბოლში დავბრუნდებით და ყველა სათანადოდ გავუსწორდებით. რაში გამოიყენებ ამას? ნებისმიერ რამეში. ოდესმე შურიზიების იარაღად იქცევა. დაგიჯერა? დამიჯერა. იმიტომ რომ სიმართლე ვუთხარი. ეს საუკეთესო საშუალებაა შეცდომაში შესაყვანად ძია. დაბრუნდა.
დაგიჯერა? არ მithქვამ შენთვის რომ ოსტატი გახდი. ისეთ რაღაცებზე შეგიძლია წასვლა თვით მეც რომ ვერიდები. ალის შენ ეთამაშები გადათაგვებანაზე. მე მხოლოდ დასასრული შევცვალე. მე მინდოდა მასაც იგივე განეცადა, რასაც ომერი განიცდიდა. მინდოდა მასაც ისეთი ნდობა ჰქონოდა ტეფოსი, როგორც ომერს ჰქონდა ალის მიმართ. ის მას ენდობოდა. მე მინდოდა მას ეფიქრა, რომ გადაარჩინოს. მინდოდა ეფიქრა, რომ ახალი ცხოვრების დაწყება შეძლებდა. სწორედ ისე, როგორც შენ ჰქონდა ეს წარმოდგენილი. მოკულა პრობლემა არ არის. პრობლემაა იძულო ადამიანი რომ მოკვდეს, მაგრამ შენ კიდევ უფრო უკეთესი გზა იპოვე. არა? ის კაცი რომ დავინახე, მაშინვე გამინეცდა გონება. ადრე დიდი ხნის წინ ის კაცი ვნახე სახელოსნოშიც, სასამართლოზეც. ახლა კი აქ არის. მათ უნდათ იგივე გამიკეთონ, რაც ომერს გაუკეთეს. მაგრამ შენ გინდა რომ გაგიკეთონ? კი, მინდა. გააკეთებენ კიდეც. ოღონდ მინდა ყველა მათ ნაბიჯს ხედავდე. ალიმ უკვე გამოამჟღავნა ინტერესი. უკვე მიაგენი საშუალებას, როგორ შეუცვალო ტყვიას მიმართულება ძმისშვილო. მართალი მითხარი, გულახდილად მითხარი, ომერს ალი შეეცოდა თუ უბრალოდ ეზელმა იპოვა სხვა გამოსავალი? რატომ დარეკე ბოლო წუთს არესროლო, რატომ? ალბათ ორივე ვარიანტი სწორია ძია. ალის თუ მოვკლავთ, ისინი უფრო ფრთხილები გახდებიან. თუ ახალი თამაში დაიწყეს, სამჯერად ჩვენ განზე დავრჩებით. ყველაფერი გათვლილია. მე მხოლოდ შუამავალი ვარ. როცა ტეოფიქს დაურეკე მატარებელში, მხოლოდ ის უთხარი არესროლო, როგორც შეთანხმებულები ვიყავით მეთქი. ტეოფიქი თუ საღად აზროვნებს და შუა თამაში არ დაავიწყდება, ვის და რატომ უნდა უღალატოს, ალი ჩვენთვის იმუშავებს, თანაც ისე რომ ვერც მიხვდება ამას. შენ თვითონ თუ ახერხებ, განასხვაო, ვის უნდა უღალატო და რისთვის ძმისშვილო. შენ იცი, რომ ეს გარდაუვალია, არა ძია? მოვა დრო და მივხვდებით, რომ ყველანი ერთმანეთს ვღალატობთ.